დილამ შვიდობისა მეგობრებო. მე მივხვდი რატო გვიჭირს არასთქმა. პირველ რიგში შობას გილოცავთ. შეგეწიოთ ამ დღის მადლი. ძალიან ბევრი სიყვარული და სიხარული მოეტანოს, უფლის წყალობით გვაქვს ისაც რაც გვაქვს ყველაფერი. აი ეს დღეც, გუშინდელი, ხვალინდელი, ყველაფერი უფლის წყალობა, ამიტომ მის წყალობის გარეშე ჩვენ არაფერი არ ვართ და შეგვეციოს უფალი. ეს მესიჯი რაც ხა გამოვიდა ეკრანზე, Facebook-ი თვითონ აკეთებს ამას და ბარემ ამაზეც ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვარსკვლავები გამომიგზავნეს გოგოებმა კომენტარებში. ვისაც გინდათ ვარსკვლავები გამომიგზავნოთ, აქ ეკრანზე ვეჩდება მარცხენა ქვედა კუთხეში ვარსკვლავი და ამაზე გეუბნება Facebook-ი, რომ აი თუ გინდაო რომ უფრო განვითარდესო თამარის საქმიანობა შემდგომ ზრუნავს, მაშინ ვარსკვლავები გაუგზავნეო. ანუ შეგიძლიათ დააჭიროთ იმ ეკრანზე და ქვედა მარცხენა კუთხეში ვარსკვლავს და გამომიგზავნოთ, მადლიერი ვიქნები, რასაკვირველია, ეს მე დამეხმარება ჩემი საქმიანობის უკეთ წარმართვაში. ეხლა რაც შეეხება თემას, საერთოდ არ ვაპირებდი დღეს ლაივში ჩართვას, გამოვედი უბრალოდ სასერინოდ ბათუმში. და ესეთი არაჩვეულებრივი, ისეთი ამინდი გვაქვს, რომ ამ კურტკაში მოვიხარშენე და წამომეღო ქურთუკი ცოტა თხელი თქო ნატრობა, რა ვიცოდი, ორი ისეთი სქელი წამოვიღე, გეგონება ბაკურიანში მივდივადი. მოკლედ მეც ხო მუშაობ იმ თემებზე, რაზეც მე თქვენ გესაუბრებით ხოლმე და რაღაცაზე მუშაობდი მე თვითონ გუშინ წინ მე მგონი. ანუ საერთოდ სხვა რაღაციდან დავიწყე მოკლედ რა და ბოლოს სადამდეც მივედი, ეხა გეტყვით ყველაფერს. როდესაც ჩვენ გვინდა ცხოვრების შეცვლა, როცა გვინდა წინსვლა, როცა გვინდა რეალიზებულობა, შემოსავლები, ჯანმრთელობა, საყვარელი საქმე და ასე შემდეგ, ну ამას ასწავლის ყველა ტრენერი ხარ, რომ უნდა დაიწყო იმით, რომ შენი თავი უნდა მიიღო ისეთი როგორც ხარ, შეიყვარო შენი თავი და რაც მთავარია, უნდა ისწავლო არასთქმა, იმიტომ რომ შენი ენერგია იხარჯება ესე სხვების მომსახურებაში, ან მომსახურებაში ვგულისხმობ, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც არ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, იძულებით რომ ვაკეთებთ და უარს რო ვერ ვამბობთ აი ამ შემთხვევაში, რომ ესეთ საქმეებზეა საუბარი. იმს იხარჯება სხვების პასუხისგებლობების აღებაში და ჩვენ არ ვითვლით ჩვენს ენერგიას, ჩვენ არ ვაკონტროლებთ ამ ენერგიას, სად ხარჯავ და მე გვიყვარს რატო არ მაქვს ენერგია, როცა აი ძალიან ბევრი წყაროა ისეთ, სადაც მიედინება ჩვენი ენერგია, განსაკუთრებით როცა სხვების პასუხისგებლობას ვუყევთ, სხვების საქმეს ვაკეთებთ, საკუთარ თავს ამ დროს როცა ანუ შენ რო არ შეგიძლია და მაინც რო ვაკეთებ ამ შემთხვევაში, თუ შეგიძლია დაეხმარე კი ბატონო. მოგესალმებით ყველას დილამ შვიდობისა, ვინ შემომიერთდით. ხო და აი ხობე ვამბობთ, აი არასთქმა უნდა ისწავლო და ძალიან ეხა გვაქვს მიმდინარეობს ჯერ არ დამთავრებულა 21 დღიანი, ნუ მე კიდე შეიძლება რომ შეუერთდეს ვისაც სურვილი ექნება, დუდან ბიმდე ესე ქვია, ანუ ბევრი კეთებიდან იქამდე, სადაც ნუ შენ ხარ უბრალოდ, შენ ხარ და რომ ხარ, ამითი ხარ ფასეული უკვე. ანუ რომ ხარ მხოლოდ რო არსებობ, არ გჭირდება არავის არაფრის მტკიცება, არ გჭირდება ეს ბავშვობიდან მოყოლილი, როცა ჩვენ რაღაც არ დაგვაფასეს, ან არ დაგვინახეს, არ მგონია რომ არ უყვარდით, ან ჩვენი უმცროსი და ან ძმა უფრო მეტად უყვარდა ესე გვეგონა, ანუ რა ვიცი, მოკლედ რა გვეგონა, ყოველ შემთხვევაში იქიდან წამოღებული ეს რომ აი მე უნდა ვიყო კარგი, მე უნდა დაუმტკიცო ყველას რომ კარგი ვარ იმისაც უყვარდე და ასე შემდეგ, აი ეს რომ მოვხსნათ და დავტოვოთ რომ მე ისეთი ვარ როგორიც ვარ და ისეთი უყვარო ვარ როგორიც ვარ. იმიტომ რომ სანამ ჩვენ ამას ვამტკიცებთ, ადამიანებს უკუ რეაქცია ემართებათ, როცა ჩვენ ვცდილობთ რომ ძალიან ბევრი გაუკეთოთ, რომ როგორმე შინაგანად ამის შინაგანი მოთხოვნილება, რატო ვაკეთებთ ამას, იმიტომ რომ ვუყვარდე, იმიტომ რომ საჭირო ვიყო, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ვიყო. უკუ რეაქცია მოდის მერე უმადურობა. უმეტეს შემთხვევაში, აი უდიდეს შემთხვევაში, არ ვიცი მე გამონაკლისებიც ალბათ არსებობს, მაგრამ მოდის უმადურობა, იმიტომ რომ ნუ იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე შეგვიძლია და ასე შემდეგ, მაგას აღარ აუხსნი ახლა. ხო და აი რატომ გვიჭირს ამაზე უარის თქმა, როცა ჩვენი ენერგია იხარჯება, შეიძლება რაღაცა ჩვენ საქმეს ვაფუჭებთ და იქ მივდივართ, შეიძლება ჯანმრთელობას ვიუარესებთ იმითი. მოკლედ ნერვებს ვიშლით, იმიტომ რომ შინაგანად ვიცით რომ ეს ჩვენი გასაკეთებელი არის და რატო ვაკეთებთ? და აი ესე იგი ესეთი მე თვითონ ჩემთან რაღაცას ერთ ფესვს გავყევი და რაღაც საბოლოო ჯამში ესე იგი გამოდის რომ ადამიანების უმრავლესობამ საერთოდ არ ვიცით მე რა ვაკეთოთ. თუ ამას არ ვაკეთებ, თუ მე სხვის არა უბრალოდ არ ვიცით კი არა.
мотивация აღარ გვაქვს. ანუ ადამიანების უმრავლესობისთვის მოქმედების და აი ამ ბევრი შრომის და თავგადადების мотивация არის ის, რომ გადავრჩეთ და გადარჩენაში იგულისხმება, რომ ვუყვარდეთ, ჩვენი ადგილი გქონდეს, თავისიანად მიგვიღონ, შეგვამჩნიონ, გვაღიარონ. ეს არის ჩვენი მოთხოვნილება ძირითადად და ამას ვახმართ ერთელ ენერგიას. უცებ ახლა ეს გამოვაცალეთ ადამიანს და ვეუბნებით, რომ შენ ისეთი ხარ, როგორიც ხარ, ესეთი უყვარ ხარ, როგორიც ხარ, არავის დამტკიცება არ გჭირდება, არავის თავის მოწონება არ გჭირდება და ზის ადამიანი და ფიქრობს, აბა მაშინ რისთვის ვიშრომ? ხო, ანუ რაღაცა ორმაგიის გამოდის. კი, ახლა თავის რაღაც ელემენტარული საჭიროებისთვის, კი ბატონო, მაგრამ თუ მაინც ესეთი როგორიც ვარ, მეცნაც მომივიდა ეს აზრი, ხო გითხარით, მე თვითონ ჩემ რაღაც იმას გავყევი და ისეთი მოულოდნელი რაღაცები აღმოვაჩინე, სულ არ ველოდი და თან ძალიან მნიშვნელოვანი. და მე რომ გავაანალიზე ეს და კაი გადავედი ისე დუდან ბიზე და ვიფიქრე რომ ანუ იმ ბიდან მე კი 61 დღეში ისე უბრუნდებით უკვე ანუ ისეთ დუს, ისეთ კეთებას. მე არ მიყვარს ხოლმე ინგლისური ტერმინების და ფრაზების ხმარება, მაგრამ ეს დუდაბი კარგად გამხატავს ძალიან სათქმელს. უბრუნდებით ისეთ კეთებას, რბილად კეთებას უკვე, საკუთარი თავის დაზოგვით კეთებას, სიამოვნებით კეთებას მოკლედ რა და აი ამ ყოფნა, ნუ მე ვარ ისეთი როგორც წერდილას ამ აფირმაციებს, რომ მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ და მე ვყებულობენ ისეთ როგორც მე საკმარისია რომ ვარ, ეს უკვე საკმარისია იმისაც, რომ უყვარდე. ვისაც უნდა უყვარდე, ხა ვისაც არ უნდა უყვარდე, სულ არის საჭირო, ყველა ხო ვერ შემიყვარებს. ხო და მე თვითონ მომივიდა ავტომატურად ეს კითხვა, რომ თუ ადამიანები აქამდე მივლენ მართლა, ან მეც ესე მივალ, მაგამდე მე ცოტა ხანი რაღაცა ისევ გამოვიწევი, მივალ, ისევ გამოვიწევი, ანუ ისე რომ სტაბილურად სულ ამ მდგომარეობას ვერ ვინარჩუნებ და მივხვდი რომ ან ქვეცნობიერად მოდის ესეთი აზრები, რომ თუ მაინც მხოლოდ ჩემი ყოფნა ყველაფრისთვის საკმარისია, თუ რაღაცა ესეთი მოკლედ ეს ვარ და მორჩა, აბა რაღაცა ვაკეთო მაშინ, რიღასთვის მინდა მაშინ ან მიზნები ან გეგმები, თუ ყველას უყვარო არის ესეთი როგორიც ვარ, თუ მღებულობენ ისეც როგორიც ვარ, ან ნახეთ როგორ